გამოუქვეყნებელი და საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ისტორიული ნარკვევები. სამშაბათს და პარასკევს, ქართულ დილაში. რუბრიკა ჩვენი კუთხის ისტორია. 8 საათსა და 5 წუთზე. ზეგვი, სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთას აშორებს 9 კილომეტრი. ზეგვი მოხსენიებული აქვს ფორმად ზეგუდ ვახუშტი ბატონიშვილსაც. აღწერა სამეფოსა საქართველოსისა. ჩვენ გვაინტერესებს ტოპონიმ ზეგვის წარმოშობის სიღრმისეული ანალიზი. ადგილობრივი ხალხური გადმოცემით ეს ასეა მოთხრობილი. ერეკლე მეფის დროს ამ სოფელს თათრების შემოსევიან და პირწმინდად გაუძარცვავთ იგი. ერთ-ერთ ადგილას ვიღაც ბიჭი უნახავთ, რომელიც ბანს ცოცხით გვიდა და უთქვამთ შეხედეთ ძეგვისო. ძეგვი წარმომდგარა ძეგვისგანო, რაც ბუნებრივია, არამეცნიერული და ყოლად შეუსაბამო ახსნა ამ ტოპონიმის. მკვლევარ გურამ ბედოშვილი მიიჩნევს, რომ ძეგვი არა გამორიცხული მომდინარეობდეს მიმღეობრივი ფორმისგან გაძეძგილი, თუმცა თავისი ამ მოსაზრების გამტკიცებას ის ბოლომდე ვერ ახერხებს. ვარაუდის დონეზე ამბობს ასევე, რომ ის შეიძლება მომდინარეობდეს ღიჭიანი ნიადაგიდან, ეკალბარდიდან, რაც გავრცელებულია რაჭულ ლეჩხუმურ კილოშიო. საბოლოოდ ტოპონიმს ღიად ტოვებს. ჩვენ ყოველივე ამის შემდეგ გვებადება მარტივი კითხვა, თუ ძეგვი რაჭული კილოდან გავრცელდა და ღიჭიან ადგილს ნიშნავს, რატომ არ უნდა მოვიძიოთ ამ სიტყვის ძირები მეგრულ ენაში. ჩვენ კვლევას აფერხებს ის გარემოება, რომ კოლხური ანუ ზანური ენის გავრცელების არეალი ზოგი მკვლევარის აზრით იფარგლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მავან და მავან მეცნიერის პირად კაპრიზებს ეწერება არაერთი ზანური ტოპონიმი. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძეგვის ზანურ ტოპონიმად მიჩნევა არ არის უსაფუძვლო. თუ რატომ შევეცდებით გავარკვიოთ. ძეგვის ძირები მკვლევარმა რაჭულ იმერულ დიალექტში კი არ უნდა ეძებოს, არამედ მეგრულ ენაში, სადაც ის უხვად არის წარმოდგენილი. მაგალითად, ასეთი სიტყვები: ძეგვი მეგრულად ნიშნავს დაბალ ბუჩქნარს, ძეგვერია გაბურძგნულს, უშნოს, ანუ ბურჩხას, ძიგი ეკალს. ასევე არის სხვა ფორმა ძიგირი, ძიგური, ჩირგვიანი, ძიგვინი, დაჩიავებული მდგომარეობა, სწორედ ისე როგორც ეკალბარდი გამოიყურება. ძიგვა, ერთგვარი ალპური ბალახი, ძიგვი, ძაგვი, ერთგვარი უპატიო სიარული. ძიგირი იგივე კალია, კაკილარი, კორჩხელი, მაღაშვილის ლექსიკონით. ძიგერონა, ეკალნარი, სადაც ბევრი ეკალაა. წარმოდგენილი სიტყვიერი მასალა გვაძლევს იმისკნის საშუალებას, რომ ძიგის, ძიგვის და ძეგვის ფორმის სიტყვები მეგრულ ენაში უფრო ჭარბად არიან წარმოდგენილი. ძიგვი, ძეგვის ფორმობრივი ვარიაციაც სავსებით დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ კოლხურ სამყაროში. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ასევე რამდენიმე სოფლის თუ მდინარის ეტიმოლოგია, რომელიც ეკალნარი ადგილის გამო არის ნაწარმოები. მაგალითად, სოფელი ბარდნალა, რომელიც ბარდისგან მომდინარეობს, მდინარე ბარცხანა, რაც ასევე ეკლიანს ნიშნავს, რაზეც წინაც ჰქონდა საუბარი. ლებარდე, რომელიც მარტვილის რაიონშია და მრავალი სხვა. ძეგვის სიტყვის ამ ეტიმოლოგიით ახსნა სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია. თუ თქვენ ფლობთ წინაპრებისგან ზეპირ სიტყვიერებით ან წერილობით გადამოცემულ მასალებს ჩვენი კუთხის ისტორიაზე, მობრძანდით ათინათში და ერთად გავაცოცხლოთ ოდაბადეს წარსული.